თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციამ გამოაცხადა კონკურსი ღანი. კონკურსი განკუთვნილია ახალგაზრდა ხელოვანებისათვის და ეძღვნება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიის გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდა ბატონი ლევან სალუქვაძე, თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის თავმჯდომარე. მოგესალმებით ბატონ ლევან, მადლობას გიხდით ჩვენთან მობრძანებისთვის. თქვენ მადლობა. ბატონ ლევან, როგორც ვიცით, მეორედ ტარდება უკვე წელს კონკურსი. უბრალოდ წელს არა, შარშან იყო, გასულ წელს ჩატარდა ეს კონკურსი პირველად, წელს უკვე მეორედ ჩატარდება და მნიშვნელობაზე რომ გვესაუბროთ კონკურსის, როგორც ჩვენ უკვე შესავალში აღვნიშნეთ, ეს არის ახალგაზრდა ხელოვანთათვის და წლევანდელი რითი იქნება გამორჩეული? წლევანდელი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეძღვნება 1700 წლის თავს, მაგრამ თავისთავად ეს კონკურსი არის კულტურულ საგანმანათლებლო პროცესი, ასე ვთქვათ. ის არ შემოიფარგლება ერთი ან ორი, ასე ვთქვათ, ღონისძიებით, ეს არის ლექციების კურსი, ეს არის კოლაბორაცია, ერთად მუშაობა მენტორებსა და კონკურსანტებს შორის, ეს არის მერე გამოფენა და შესაბამისად მერე დაჯილდოება, რადგანაც კონკურსია. გამოვლენა, ასე ვთქვათ, გამარჯვებულების. კონკურსი შედგება რამდენიმე, ასე ვთქვათ, ეტაპისგან. 31 მაისის ჩათვლით არის განაცხადების მიღება, ანუ რეგისტრაცია მონაწილეების. უკვე საკმაოდ დიდი რიცხვია დარეგისტრირებული და ჯერ არ მინდა ამ მიმდინარეობს რეგისტრაცია 15 აპრილიდან დაიწყო და როდემდე გაგრძელდება ესეც რომ 31 მაისის ჩათვლით. 31 მაისის ჩათვლით. შემიძლია მოუწოდო, ასე ვთქვათ, სურველებს რომ დარეგისტრირდნენ, იმიტომ რომ ეს არ არის მარტო, ასე ვთქვათ, კონკურსში მონაწილეობა და ნამუშევრის, ასე ვთქვათ, მოტანა, რომელიც 15 აგვისტოსთვის არის დაგეგმილი, არამედ ეს არის თვითონ აი ამ საგანმანათლებლო პროცესში მონაწილეობა, ლექციებზე დასწრება, პოდკასტების მოსმენა, საუბრები ამ თემაზე. აი ესეთი ფორმატი გვაქვს, ასე ვთქვათ, რომელიც დამთავრდება ოქტომბრის თვეში. დიდი გამოფენით და საზეიმო დაჯილდოებით. ვიდრე კონკურსის მიმართულებებზეც ისე უფრო დეტალურად კითხავთ, აი სახელწოდება ღანი ხომ? თუ არ ვცდები, შარშანაც იყო რაღაც შეკითხვები სახელწოდებასთან დაკავშირებით და რამდენად გაამართლა და რას ნიშნავს რომ აგვიხსნათ? კი ბატონო, ღანი არის ქართული ასომთავრული ამბანის გრაფემა, რომელიც ასე ვთქვათ თაღის ფორმის არის. და ეს იყო ერთგვარი მინიშნება იმ, ასე ვთქვათ, გადასვლაზე, იმ სულიერ გზაზე, რომელსაც ადამიანი გადის და ჩვენი კონკურსის მთავარი, ასე ვთქვათ, დევიზი არის სიყვარული, როგორც განხთობის გზა. აი ამ გზის ერთგვარი პორტალია, გზაზე მდებარე ღანი, რომელსაც გადაყავს ადამიანი ადამიანური ბუნებიდან საღვთო ბუნებაში და ძალიან საინტერესოა და აშკარად გაამართლა, ხო? აშკარად გაამართლა, ისეთი ინტერესი იყო შარშანს, 500-მდე მონაწილე იყო კონკურსში და მერე დიდი გამოფენა და აი კადრები არის კიდევაც ძალიან საინტერესო ნამუშევრები იყო ყველა მიმართულებაზე. როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, წელსაც დიდი არის უკვე გამოხმაურება, 15 აპრილიდან, დღეს უკვე 5 მაისია, მაისის ბოლომდე გაგრძელდება რეგისტრაცია და უკვე ბევრი ადამიანი დარეგისტრირდა, ხო? უკვე საკმაოდ ბევრი ადამიანია დარეგისტრირებული და ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება, იმიტომ რომ როგორც ჩვენ ჯერ დრო არის, დიახ. ჩვევია ბოლოს ვაკეთებთ ხოლმე რაღაცებს. დიახ. აი მიმართულებებზეც რომ გითხრათ კონკურსის. კი ბატონო, ეს გახლავთ არქიტექტურა, ქანდაკება და მხატვრობა. ეს ასაკობრივი ზღვარით ვართ შემოფარგლულები 40 წლამდე ასეთი რეგლამენტი გვაქვს. ძირითადად ახალგაზრდები, რა თქმა უნდა, სტუდენტები იღებენ მონაწილეობას და ისინი არქიტექტურის მიმართულებაში, ქანდაკების მიმართულებაში და მხატვრობაში, მხატვრობაზე ცოტა უფრო მეტს ვიტყვი, არ არის მარტო ფერწერით შემოფარგლული, შეიძლება იყოს გრაფიკული ან სხვა რაიმე ტიპის ნამუშევარი. ისინი წარმოადგენენ თავის იდეებს, რომლებიც შემდეგ განიხილება ჟიურის მიერ, მოხდება ამორჩევა მონაწილეთაგან 10 ან შეიძლება პლუს მინუს მონაწილის, ესეც არა გვაქვს მანდამაით შეზღუდული წელს, იმიტომ რომ შარშან იმდენად კარგი ნამუშევრები იყო, რომ აი ამ შეზღუდამ რაღაცნაირად ცოტა ხელი შეგვიშალა. შეირჩევიან საგამოფენო ტურისთვის უკვე კონკურსანტები, რომლებთანაც იმუშავებენ მენტორები და მოამზადებენ მათ ნამუშევრებს, მათ ასე ვთქვათ იდეებს უკვე დაეხმარებიან მათ
საგამოფენო მომზადებაში. დიახ. აი, ისიც საინტერესო არის რეგისტრაციის მსურველთათვის რა მოთხოვნები გაქვთ, თქვათ. რა თქმა უნდა, ეს დეტალური ინფორმაცია იქნება განთავსებული თქვენს ოფიციალურ ვებგვერდზე და Facebook გვერდზეც, მაგრამ რამდენიმე სიტყვით ჩვენს რომ გითხრათ, გაგვიზიაროთ და ჩვენს მაყურებელსაც. ნუ პირველ რიგში რა თქმა უნდა გითხარით, რომ ეს არის ასაკი. ასაკი, დიახ. და შემდეგ ეს არის თვითონ პროფესიული, ასე ვთქვათ, მომზადება. ეს არ არის სამოყვარულო კონკურსი. მაინც პროფესიულ დონეზე, ანუ სტუდენტურად პროფესიულ დონეზე გვინდა რომ იყოს წარმართული. თუმცა განიხილება ყველა ნამუშევარი, რომელიც იქნება გამოგზავნილი. დიახ, გასაგებია და აი როგორც აღნიშნეთ, ოქტომბერში დასრულდება კონკურსი. ოქტომბერში. აი, მანამდე მაინც აი ეტაპებზე კი ისაუბრეთ, მაგრამ რამე თუ გამოგრჩავთ, თქვა კონკურსის ეტაპებზე, ესეც რომ შევავსოთ. დიახ, ესე იგი 31 მაისს შეწყდება რეგისტრაცია. მე 31 მაისიდან 15 აგვისტომდე იქნება ესე ვთქვათ საგანმანათლებლო ფაზა, სადაც იქნება ლექციები, ჩვენ უკვე წერთ პოდკასტებს და პოდკასტები გამოქვეყნდება და მონაწილეებს შეეძლებათ თემატიკაში უფრო ჩაღრმავება, გათვითცნობიერება და 15 აგვისტომდე მათ უნდა კონცეპტუალურად მოგვაწოდონ თავისი ნამუშევარი. ანუ უნდა გამოაგზავნონ, ეს იქნება არქიტექტურული ესკიზი თუ ხანდაკების თუ მხატვრობის რაღაცა. იმეილზე უნდა გამოაგზავნონ ეს ნამუშევრები, შემდეგ მოხდება ამის გადარჩევა და აი ამ გამოგზავნილი ნამუშევრებიდან, როგორც აღნიშნე, აირჩევა საგამოფენოდ უკვე ნამუშევრები, რომლებთანაც დაიწყება მენტორული მუშაობა მათი, ასე ვთქვათ, საგამოფენოდ გამზადებისთვის. დიახ, და ძალიან დიდი შესაძლებლობა არის, უნდა ვთქვათ, ახალგაზრდა ხელოვანებისთვის თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციისგან მსგავსი სახის კონკურსები, იმიტომ რომ მათ ეძლევა თავიანთი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება, რაღაც სტიმულია ბუნებრივია და თუ არის ხოლმე შემდგომ რაღაც წამახალისებელი პრიზები, ვთქვათ. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი პრიზები გვაქვს ჩვენი აზრით, რა თქმა უნდა. ფულადი პრიზებია. პირველი ადგილი არის 5000 ლარი, მეორე ადგილი არის 2000 და მესამე 1000 ლარი და ყველა გამოფენის მონაწილეს კიდევ 500 ლარი ურიგდება. ეს მარტო ფულადი ჯილდო, რა ვთქვათ, რომელსაც ჩვენ ვცდილობთ, რომ დიდად ყურადღება არ მივაქციოთ, მაგრამ მაინც სტიმული რომ მივცეთ მონაწილეებს. თუმცა კიდევ სხვა შესაძლებლობები არსებობთ, რაც უფრო მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პროფესიული კუთხით არის ძალიან საინტერესო და ჩვენი კონკურსის მთავარი იდეა და მთავარი, ასე ვთქვათ, შინაარსი არის, რომ ჩვენ ვცდილობთ მოვძებნოთ ახალი ქართული სტილი არქიტექტურაში, ხანდაკებაში, მხატვრობაში და ზოგადად ხელოვნებაში. აი მოვძებნოთ ის ხვალინდელი დღე, რომელიც გამოარჩევს საქართველოს სხვა მსოფლიო. დიახ, და კიდევ ერთი კონკურსის შესახებ მინდა გკითხოთ, ეს არის თბილისური სახსოვარი, რომელსაც ასევე მართავს თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაცია, რომლის თავმჯდომარეს თქვენ ბრძანდებით, ამ კონკურსის შესახებაც რომ გკითხოთ, რამდენიმე სიტყვით. კი ბატონო, ეს არის ყოველწლიური კონკურსი, რომელიც ტარდება თბილისის მერიის მხარდაჭერით. ეს არის სასუვენირო მიმართულების კონკურსი, რომელშიც ვიღებენ მონაწილეობას ყველა მსურველები. აქაც უკვე გამოცხადებულია საკონკურსო, ასე ვთქვათ, პირობები, ჩვენ საიტზე დევს ისიც და გამოფენა იქნება ივნისის შუა რიცხვებში. ეს არის ცდელობა, ასე ვთქვათ, სტიმულაცია სასუვენირო მიმართულების, რომელიც ასახავს თბილისის ღირსშესანიშნაობებს. ძალიან საინტერესოა. ესეც წლევანდელ წელს ეძღვნება 1700 წლის თავს და რაღაცნაირად ველოდებით, რომ ამ თემასთან დაკავშირებული ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. ძალიან საინტერესოა. დიდი მადლობა წარმატებას გისურვებთ. თქვენს და იმ ადამიანებსაც, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ ამ კონკურსებში ჩაერთონ და მიიღონ მონაწილეობა. ბატონი ლევან სალუქვაძე, თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის თავმჯდომარე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.